სამთავრობოები ვესელია ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებენ. ეს შეგეხება ისევ გვისმენენ კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და საზოგადოებისთვის თვალის ახმევის მცდელობა. მათი განმარტებით სისტემა გამორიცხავს გარე კონტროლის შესაძლებლობას. პროექტში არაფერი ენათქვა ეგრეთ წოდებული შემოთავაზებული ორი გასაღების გადაუდებელ აუცილებლობის დროის მოქმედებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ შეიძლება განახორციელოს თვალთვალი და მიხურადება ინსპექტორის ჩართვის გარეშეც. კანონპროექტის ავტორები გამოეხმაურნენ, ისინი არიზიარებენ მესამე სექტორის კრიტიკას. ამ ცვლილებებით არის მცდელობა იმისა, რომ ის კანონი, რომელიც მიღებული იქნა ამ წლის აგვისტოში, გაუარესდეს. ყველაზე მთავარი ცვლილება არის დაკავშირებული იმასთან, რომ მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ისეთი მონაცემები, როგორიც არის მაგალითად ზარის განხორციელების დრო, ადგილი, ხანგრძლივობა, ასევე კომუნიკაციის შინაარსი, ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეიძლება იქნას გადმოტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. პრინციპი, რომ სამართალდამცავებს არ უნდა ჰქონოდათ გასაღები, ამ პრინციპის დაცვა არ ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ რჩება გასაღების მქონე სუბიექტად, ასევე გარე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტი ინსპექტორის სახით აღარ იქნება გარე კონტროლის განმახორციელებელი და იქნება ფაქტიურად გასაღების მფლობელი, რომელიც გაუგებარია თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი გასაღები აუცილებლად უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მეორე, როგორც მოგეხსენება ჩვენ პროექტის მიხედვით ექნება ინსპექტორი და მგონია, რომ ესეც სწორი არჩევანია. მე მიმაჩნია, რომ ამეთი ბალანსი უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის არის მაქსიმალურად სწორად დაცული. ბუნებრივია, არასამთავრობოები შეიძლება თავისი პოზიცია ქონեն განსხვავებული.